მიხარია რომ მოვახერხე მოსვლა, მიხარია რომ აქ ვარ. მივესალმები ქალბატონ რექტორს, მივესალმები მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ჩვენს ელჩის მოადგილეს, მივესალმები რექტორებს, სტუდენტებს და ვფიქრობ რომ მსგავსი ფორუმის ჩატარება ძალიან დროულიც არის და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ შინაარსის ფორუმები უნდა კვირეულად, ყოველთვიურად უნდა ხორციელდებოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ის თემა, რასაც ეს ეხება და ეს არის ციფრული ტრანსფორმაცია, არის გარდაუვალი ყველა სექტორში და განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, იმიტომ რომ ეს განათლების სფეროში განსაკუთრებით ცნობიერია, რადგან უკავშირდება პირდაპირ მოსწავლეებს და ახალგაზრდებს. ამიტომ ის პასუხისმგებლობა, რაც უნდა იქნას საკუთარ თავზე აღებული, არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ვიდრე სხვა სექტორებში. დღესდღეობით ბევრი კვლევა ტარდება და ჩვენ სოფლიო ბანკთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ და უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პატარა უპირატესობა გვაქვს ჩვენ ქვეყნებთან შედარებით, იმიტომ რომ თუ განვითარებულ და სუპერ სახელმწიფოებში დღესდღეობით AI წარმოადგენს საფრთხეს, იმიტომ რომ შეიძლება ჩაანაცვლოს ადამიანები და ეს ავტომატიზაციას, რასაც ეძახიან, ამის მიხედვით შეიძლება ადამიანები ჩაანაცვლონ რობოტებმა და სხვა ხელსაწყოებმა შესაძლოა ჩვენს შემთხვევაში, განვითარებით ქვეყნების შემთხვევაში, AI არის ინსტრუმენტი, რომელიც არის დამხმარე ინსტრუმენტი და ჩვენ ჩანაცვლების საფრთხე არ გვემუქრება, თუმცა თუ სწორად დავგეგმავთ AI-ის გამოყენებას, ჩვენ შეიძლება ეს გამოვიყენოთ როგორც სასარგებლო დამხმარე ინსტრუმენტი და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კოლაბორაციები და მე ძალიან გამიხარდა, რომ თქვენ ბრიტანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობთ და პროგრამას ახორციელებთ. ეს უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ცნობიერების ამაღლება ამ კუთხის დღესდღეობით ჩვენ ახლა გვაქვს გამოწვევების სკოლებში მაგალითად, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები იყენებენ AI-ს და მასწავლებლები ნაკლებად. ამიტომ ეს ურთიერთდამოკიდებულებასაც აისახება, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მასწავლებელმა პატივისცემაც დაკარგოს ბავშვის თვალში, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ბავშვს უფრო მეტი ინფორმაციაზე აქვს ხელმისაწვდომობა ვიდრე მასწავლებელს. ამიტომ მასწავლებლების წიგნიერების გაზრდაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ მიმართულებით სამინისტროში ვმუშაობთ, იმიტომ რომ გვინდა რომ მასწავლებლების ცნობიერება ავამაღლოთ, ელემენტარულ იმ დონეზე მაინც რომ მათ იდენტიფიცირება მოახდინონ AI generated ტექსტების და კონდეთ მაინც ის წიგნიერება ელემენტარული რომ მოახდინონ ამის მართვა სკოლაში. პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. და საფრთხეც არის ძალიან დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით უამრავი AI ფორუმები ტარდება და ხვდებით ჩვენ სხვადასხვა კერძო კომპანიებს, რომლებიც AI ასისტენტებს ანვითარებენ და ეს AI ასისტენტი კეთდება იმისთვის, რომ მათ რეპეტიტორები ჩაანაცვლონ. და ეს ზღვარი თუ სადამდე შეიძლება ზღვარის დაცვა, რომ აი ეს ასისტენტი დამხმარე იყოს თუ რეალურად ჩამნაცვლებელი და მის მოსწავლის მაგივრად აკეთოს ისა თუ ის აქტივობები, აი აქ ზღვარი ძალიან ბუნდოვანი და ძალიან, ასე ვთქვათ, საშიშია, იმიტომ რომ ამ ზღვარს ძალიან ბევრი კომპანია შეიძლება დღესდღეობით ვერ იცავდეს. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მოსწავლეები იყენებენ ChatGPT-ს, ესეთ წოდებულ სხვადასხვა პლატფორმებს, რომლებიც ფაქტიურად მათ უნარებს ანაცვლებს. და ეს პრობლემაა დღესდღეობით და ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ აი ესეთი დიალოგები, მსგავსი ფორუმები, რომელიც AI-ს ეხება, რომელიც იკვლევს თუ როგორ შეიძლება AI სწორად იქნას გამოყენებული და როგორ შეიძლება ის კონკრეტულ ჩარჩოებში მოვაქციოთ ისე, რომ გამოვიყენოთ სასარგებლოდ და არა დამაზიანებლად, არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ის შესაძლებლობები მართლაც საოცარია, რაც AI-ს გააჩნია. ამიტომ მიხარია რომ აქ ვარ, წარმატებულ სესიას გისურვებთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.